გაგმარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. როგორც იქნება მოძებნეთ, რომ უბრალოდ ენთუზიაზმი. და დღეს მინდა ვილაპარაკო სიცილზე, იუმორზე, რაც ჩემი აზრით იდეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ იდეოლოგიურ საზოგადოებაში ადამიანები ყველაფერს ეკიდებიან ძალიან სერიოზულად. შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ტირანი ითხოვს ამას, ხო, იმიტომ რომ თუ ტირანს დასცინე, მაშინ ფარდა აეხდება ყველაფერს და ის ძალას დაკარგავს, იმიტომ რომ მისი ძალა მოჩვენებითია. ბოდიში. ამიტომ სიცილი ყველას დიდი იარაღია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ჩვენი ქართველების ყაბადაღებული, ოჯახური ღირებულებების ყაბადაღებული, იუმორის გრძნობის ყაბადაღებული, არტისტიზმისა და ასე შემდეგ. იმდან თავისთავად და ცხადი გახდა ჩვენთვის, რომ ჩვენ ესეთები ვართ, რომ საერთოდ არ ვცდილობთ შევამოწმოთ და დავადგინოთ საერთოდ ვინ ვართ და საბოლოო ჯამში რაც არ უნდა უცნაური იყოს, იუმორის გრძნობას კარგავთ. ანუ მე არ ვლაპარაკობ ცინიზმზე, სარკაზმზე, ხო, ცინიზმზე და სარკაზმზე არ ვლაპარაკობ, ირონიაც, ასე თუ ისე ძალიან მარტივი ფორმებით გვახასიათებს, მაგრამ ის იუმორი არ არის. ანუ იუმორი უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, თუმცა იუმორის, ანუ იმიტომ რომ ნებისმიერ ცნებას ადამიანი მაინც თავისებურად იაზრებს და სწორედ ეს არის ადამიანის სიმდიდრე, ხო, შენი დეფინიცია მისცე, განსაზღვრება მისცე ყველაფერს. ოღონდ ნაგრძნობი, ნაძებნი, ნაპოვნი და ასე ვთქვათ, მყარი და არანასესხები, მოპარული, ან უბრალოდ წამოსროლილი. იუმორი ჩემი აზრით არის უპირველეს ყოვლისა იმის უნარი, რომ საკუთარ თავს დასცინო. იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ არის სიცილი განკურნებელი, მხოლოდ მაშინ არის სიცილი მეგობრობის საფუძველი, მხოლოდ მაშინ არის სიცილი ასე ვთქვათ, ცხოვრების სიხარულის მომტანი, ერთგვარი გამოწვევა, ყოველგვარი ტირანის, ყოველგვარი აბსურდის წინააღმდეგ, თუ უპირველეს ყოვლისა შენ თავს და შენ თავში ხედავ ამ ადამიანურ სისუსტეებს და შენ თავს დასცინი. არ მგონია, რომ დღეს ჩვენ ქართველებს ასე ადვილად შეგვიძლია საკუთარი თავის დაცინვა პირიქით. ანუ ჩემი კონფლიქტების 99% იქიდან მოდის, რომ ადამიანებს იუმორი არ ესმით და როცა მე ვიცინი იმაზე, რაც მეც გამომივლია, როცა მეორე ადამიანს დავცინი, უპირველეს ყოვლისა ჩემს სისუსტეს დავცინი, იმიტომ რომ იგივე ჩემ თავში მაქვს აღმოჩენილი და შემიძლია რომ დავცინო ჩემ თავს, ხო, ვაღიარო, რომ სულელი ვარ, ვაღიარო, რომ აბსურდულად ვიქცევ, ვაღიარო, რომ სისუსტეები მაქვს ადამიანური, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. და როცა მე ძირითადად სარკაზმს და ირონიას ძალიან მსუბუქი ფორმებით ხმარობ. იმიტომ რომ არ მჯერა, ასე ვთქვათ, გულის ტკენის თუ როგორ ვთქვათ, მოკლედ არც ისეთი შემტევი ადამიანი ვარ, როგორც ერთ შეხედვით ჩანს, ადამიანებთან მიმართებაში მე ჩემი გული არ ვატკინო. თუმცა ირონია უფრო კარგი ფორმაა, იმიტომ რომ ირონიას ადამიანები ძირითადად ვერ ხვდებიან და შეგიძლია შენთვის იჯდე და იცინო და ასე ვთქვათ, გულის მოიფხანო, რომ რაღაცას ხედავ, რასაც ვერ ასწორებ, რაც არაფერი ეშველება, მაგრამ შეგიძლია გაიცინო ამაზე, ხო, რომ ხელა ძალა ამაში. მილოშ ფორმანის ფილმში ვიღაცამ გულის ბუდეს გადაუფრინა და კენკიზის რომანის მიხედვით ხო გადაღებული. იქ არის ერთი მომენტი, რომანში უფრო კარგად ეს სანაოსნოდ რომ წაიყვანს, ნავით რომ წაიყვანს ათევზაოთ ამ გადარეულებს და თევზს რომ იჭერენ და დიდი თევზია და იქ ხელების ტკივად დაიქაჩებიან და იქ გოგოს გაეჭრება რაღაც და ამ დროს ავტორი იძახის, ხო, რომ
ანუ ჩვენ ყველანი ვიცინოდით, რომ იმიტომ რომ ვიცოდით, რომ უფრო დიდი იარაღი, ასე ვთქვათ, დაახლოებით ესეთი აზრია, უფრო დიდი იარაღი ცხოვრების უბედობის წინააღმდეგ არ გაგვაჩნდა, ხო? იმიტომ რომ როცა გაიცინებ, ყველაფერი არც ისეთი შავია. ანუ ოღონდ უპირველეს ყოვლისა, როცა შენ თავს დასცინებ, ხო? იმიტომ რომ ცინიზმის დამახასიათებელი ის არის, რომ ვთქვათ, თრგუნავს შენი სისუსტეები, თრგუნავს შენი შავი ბედი, ასე ვთქვათ. და მე დაინახავ, რომ ვიღაცა შენზე უარის მდგომარეობა, შედეგი ხარია. ცინიზმის საშინლად ბოროტია, განსხვავებით იუმორისგან. ცინიზმი ნიშნავს იმას, რომ შენ შეგდნე ფეხზე და მე ფეხით და მე შენ წახვალ და სხვა შესტყები ფეხით. ანუ ასე ვთქვათ, თუ გაგარტყამენ გაარტყი სხვა, თუ იმას ვერ გაარტყი სხვას. ანუ მაგალითები იმისა თუ რატოა დღეს ჩვენ საზოგადოებაში ასეთი იუმორის ასე ვთქვათ, რატო ვართ ასე იუმორზე აცრილები. მე რაც ვიცი, ვთქვათ, საზოგადოებასთან რაც ურთიერთობა მქონია და რაც შემჩნევია, არის პირველი, როდის ვიცინით, ხო? მოდი ასე ვთქვათ. პირველი ვიცინით, როცა უფროსი იცინის. ანუ ერთ-ერთ სამსახურში პირველად რო ეს აღმოაჩინე, რომ თურმე რომ უფროსი რო იცინის მთელი თანამშრომლები იცინიან მარტო იმიტომ რომ უფროსი იცინის სრულიად აღშფოთებული დავრჩი. ანუ ხანდახან ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ გულუბრყვილობა შეიძლება კარგი თვისებაც იყოს, იმიტომ რომ რაღაცებს წავედ აღიქო მე. ანუ მე არ მინდა საზოგადოება, სადაც ხალხი იცინის, იმიტომ რომ უფროსი იცინის, იმიტომ რატო არ მინდა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის მერე მე ისე მწვავედ აღარ აღვქომ და მე მეც იმ ხალხის ნაწილი გავხდები, ხო? რა არის ამაში ცუდი და ამას რძანი? ალბათ ის რომ თავისუფლებას კარგავ, იმიტომ რომ სიცილი ყველაზე დიდი, ყველაზე, ანუ ასე ვთქვათ, არ ვიცი, ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე სახალისო ლაღი, ყველაზე ასე ვთქვათ, თავისუფალი ადგილია, საიდან სამყაროს უყურებ, ხო, ასე ვთქვათ, წერტილია, საერთოდ ბებია ჩემი ის მეჩხუბება, რომ შენ როგორ ყველაფერზე უნდა იცინოდე, მაგრამ და სულხან საბასაც აქვს ხო ეს იგავი მოცინარი და მოტირალი და არც ერთს არ ამართლებს, ანუ იძახის, რომ არ შეიძლება ყველაფერზე იცინოდე, ან ყველაფერზე ტიროდე. რა თქმა უნდა, ეგეთ უკიდურეს მდგომარეობაში არ ვარ, რომ ყველაფერზე ვიცინოდე, ბებია ჩემი ამარტივებს და აზოგადებს საკითხს, მაგრამ ჩემი აზრით სიცილი პიროვნული თავისუფლების ყველაზე უფრო დიდი გამოხატულებაა. ერთ-ერთი ფილმიდან მახსოვს კიდე ხო, რომ ვთქვათ, მონობა გავრცელებული ამერიკაში, ეს ერთი კვირა მონობაზე ვუყურებ ფილმებს. სხვათა შორის როგორც ჩვენთან ბიძია თომას კოხია, ის ამერიკული კლასიკა ყოფილა ალექს ჰეილის ფესვები, Roots, რომელზეც ფილმიცაა გადაღებული 7 სერია, რომელიც თაობების მიხედვით მიყვება ერთი ოჯახის ისტორიას, დაწყებული იქიდან, როცა აფრიკაში დაიჭირეს კუნტა კინტეი, დამთავრებული იმით, თუ როგორ გათავისუფლდება შემდეგი მე რამდენი თაობა აღარ მახსოვს მონობისგან. და ძალიან საინტერესო ფილმია. ხო და მონების ერთადერთი იარაღი სიცილია, ხო? თუ ყველაფერი შეიძლება წაგართონ, მაგრამ სიცილის უნარს ვერ წაგართმენ. და სიცილი კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის სოციალური აქტია, ანუ ასე ვთქვათ, ქმედითი მოქმედება, რომელიც ჩანს, რომელიც იგრძნობა, ხო? იმიტომ რომ მარტო ფიქრები და გრძნობები არ გიშველის თეიმურეს არ იყოს რეალობასთან კავშირი უნდა გქონდეს რაღაცაში უნდა გამოდიოდეს ეს შენი მსოფლმხედვა ხო რაღაცა მოქმედებით უნდა მტკიცდებოდეს და ასე ვთქვათ ინკვიდრებდეს ადგილს ამ სამყაროში და სიცილი ესეთი რაღაცა ხო იარაღია ქმედითი იარაღი ამიტომ ვიძახი რომ იარაღია ასე რომ თუ ამას წაგართმევენ თუ წაგართმევენ სიცილის უფლებას იმიტომ რომ მოქმედება რას აკეთებ როგორი საგაქვს ასე ვთქვათ მოქმედება ფიზიკური მოქმედება სოციალური მოქმედება უშუალო მოქმედება რაღაც აქტი ჩადენილი მოქმედებს შინაგანზე და შინაგანი რა თქმა უნდა წარმართავს გარეგანს და თუ დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ ისეთ რაღაცას რისიც არ გწამს ნანა შენი რწმენა უკან იხევს ნანა შინაგანად იბოჭები ხო ანუ ასე რომ თუ ძალიან ხშირად იცინე უფროსთან ერთად სიცილის უნარს საერთოდ დაკარგავ შეგჯავრდება ალბათ სიცილი ხო ანუ სარკაზმი მაგალითად გერმანიაში რო ჩავედი
ის პერიოდი იყო უკვე სამითო იყო გასული და რაღაცები, ანუ გარდაუტეხი პერიოდი იყო და ანუ სტუდენტ კოლეჯში ერთ-ერთმა ქართველმა ბიჭმა შემომხედა ჩაიცინა ბოროტულად და მითხრა, ჰა, შეჭამე, მთელი ფული რაც სახლიდან წამოიღო და დადიხარ, ეხა ჯიბეც არის. ანუ ეს არ იყო იმურით ნათქვამი, თვითონაც იგივე ქონდა გამოვლილი, მაგრამ ის მომენტი არ იყო, რომ თავის თავს დასცინოდა და მე მეუბნებოდა ხუმრობით, რომ რა გენაღლება ხო, რამეს ვიზამთ, ანუ ბედია. ბედის წინამდე გწავალთ. არა, ანუ ის იყო ცინიზმი იყო, ხო, სიამოვნება იმის არ თვითონ ამოძრა აქედან, მაგრამ მე ახლა უნდა გამევლო ეს სიტუაცია. ანუ მე კიდევ ერთი ფაქტორია ჩვენ საზოგადოებაში, მაგალითად იუმორის გამოვლენა, საკუთარ თავს თუ დასცინებ ადამიანებთან, ეს ადამიანები შემოგიბრუნდებიან და ანუ როგორ ნათქვა, მაგიდას შემოგიბრუნებენ და ცინიზმით გაგგუდავენ, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცა არიცი და აღიარებ, რომ არიცი, ხო? იმის მოგივეთ რა თქვას, ხო, იმეც რაღაცა არ ვიცოდი და ვირა როგორი ის არის მაინც ხო ეს ადამიანი ყველაფერი ვერ გეცოდინება შემოგიბრუნდება და გეტყვის რა დებილი ხარ ესეთი რამე არიცი და რაღაც ეგეთი ანუ ერთხელ მაგალითად გერმანიაში სადღაც სტუმრად წავედით და იქ ტიპი გერმანელები იყვნენ ასე ვთქვათ ბიჭები და საუბარში მუსიკაზე ლაპარაკობთ და მოაყოლე რომ მე ბითლზი მიყვარს და დაიწყეს ამის აბუჩა დაგდება ხო, იმიტომ რომ რაღაც მაშინ ვისაც შევხვდი მომეჩვენა, რომ გერმანელებს თითქოს სისხლში აქვს რაღაც ფენას, ასე ვთქვათ, საშუალო ფენას სისხლში აქვს, რომ ეს ცინიკური აგდებული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ანუ აბუჩად იქდებენ იმას, ვისიც გწამს, ამით გერევიან და პარალელს ავლებენ ვინმე საშინელ ადამიანთან, ანუ ესე ვთქვათ, ჩალისკაც ქმნიან, ხო, რაც არ ახარი, იმას ქმნიან. და ამათ დაიწყეს ლაპარაკი რაღაცა ბებერი ბიძა ყავდათ რომელიც ბიძზე იყო გადარეული გიჟი ჩიტირეკია შერეკილი და ანუ მე თავის ცუდ გამოცდილებას შენ გახვევენ თავზე ანუ და რომ საათობით უსმენდა ბითლს და ამათ ტვინში ქონდათ ეს ამოსული და ანუ თან ამ ყველაფერს იძახდნენ აგდებული დაცინის ტონით პირდაპირ ჩემსკენ მომართული და დაჟინებით მასშტაბდებოდნენ და ანუ კაი მომენტი არ იყო, ანუ ასეთ მომენტებში ну, ჩემთვის პრობლემა ის არის, რომ ვერ არჩევ რასთან გაქვს საქმე, მაგრამ თუ ხვდები შინაგანად მაინც შეიძლება ვერ გამოთქო, მაგრამ ხვდები ზუსტად რასთან გაქვს საქმე, მაშინ ანუ ძალიან არ ვითრგუნები, ან ძალიან გაოცებული ვუყურებ ხოლმე და ახლობთ ისეა კადრიდან გამოხვიდე ფილმი, რომ იმის ფილმი როა ქვია. კაიროს ვარდი ჭირსაც დავიწყებია მისი სახელი ამერიკელი რეჟისორის ფილმია კაიროს ვარდი ეს ფილმიდან დეპრესიის ხანაში ფილმიდან გმირი გამოდის და ფილმის თავარ გმირს უმიჯნურდება იმიტომ რომ ეს ფილმის თავარი გმირი ყველა რეალურ პრობლემას კინოში გაურბის ხოლმე მიდის ბილეთს ყიდულობს ქმარი ეჭვება მიდის ბილეთს ყიდულობს ფილმს უყურებს და გაურბის ცხოვრების რეალობას დაახლოებით მასე მომდის ხოლმე მაგ სიტუაციაში რომ კადრიდან გარეთ გავდივარ და ფილმს უყურებ ანუ რომელიც გრძელდება თითქოს მე იქ არა ვარ ანუ ამას რაღაც ფსიქოლოგიური ის ქვია თითქოს გამოდიხარ შენი თავიდან რაღაცა ის არის ფსიქოლოგიური coping mechanism ხო მაგრამ რაც საინტერესო არის ის რომ არც არ დავცინით არც ჩვენ თავს არც სიკვდილს და არც ბედს იმიტომ რომ იმურის თავარი მომენტი ეგ არის ხო ჩვენ პირიქით საშინლად გვაშინებს რომ სიკვდილი აბუჩა დავიგდოთ ან ბედი აბუჩა დავიგდოთ იმიტომ რომ გულსგულში დავუკარგეთ ყველანაირი ქრისტიანული მსოფლმხედვა ყველანაირი ქრისტიანული რწმენა ყველანაირი შინაგანი სივრცე და დარჩა მხოლოდ ეს არ ვიცი ბჟუტავი კეფთაყვანის მცემლობა სადაც ადამიანი სუსტი არსება რომელიც დამოკიდებულია რაღაც ბომონებზე ანუ სტალინი იქნება თუ რაღაცა ბუნდოვანი კერპები ანუ ჯერ კიდევ მე მგონი კეფთაყვანის მცემლობის წინარე ეპოქაში ვართ სულიერად აქამდე დაგვცა სტალინმა ასე ვთქვათ არა და ყველას დიდი თავისუფლება მაგას მოაქვს ხო რომ დასცინო სიკვდილს დასცინო საკუთარ სისუსტეს დასცინო ბედს გამოიწვიო ბედი ყველას დიდი სიმამაცეც ეგ არის ასე რომ წარმოგიდგენიათ ახლა მე რომ დავჯდები
საზოგადოებაში და სიკვდილის და ბედის გამოწვევას დავიწყებ ჩემი იუმორით და სხვა ადამიანებს ღიად დავცინებ, ასე ვთქვათ, ცუდად არა, მაგრამ ამ შეფერვით მაინც ღიად დავცინებ მათ სისუსტეზე, რა მოხდება, ხო, მოხდება კონფლიქტი. რომელიც ყველგან თანდებს. ჩვენ ერთადად რაც გვახასიათებს ალბათ უფრო სიტუაციური იუმორია, როცა ყველა კარგი განწყობაზეა, ეს განწყობა ერთნაირად მიემართება რაღაცა კულმინაციისკენ და ამ პერიოდის, მოკლე პერიოდის განმავლობაში სანამ ღვინო მოქმედებს, სანამ დაგვავიწყდა ერთმანეთის ლანძღვაგინება, რაღაცა გამოგვდის, ხო? სხვა შემთხვევაში, როდესაც სუფრებზე ხდება, სამი რამე ხდება. ადამიანები ან წუწუნებენ, ან სხვას აგინებენ, ან ხომისამის რაშებიან, წუწუნებენ, სხვას აგინებენ. ან ეპირფერებიან. სამი ვარიანტია, ხო? ეს სამი მძულს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, ან ჩემ თავზე გამომიცდია, ანუ რას ვგრძნობ, როცა ვწუწუნებ, ხო, რაღაც ჭაობში იძირები, საიდანაც გამოსავალი არ არის და კარგავს საკუთარი თავის რწმენას აბსოლუტურად. როცა ვიღაცას ეპირფერები, საზღარი გრძნობა, საზიზღარი. აღარ მახსოვს როდის გავაკეთე ბოლოს, მაგრამ რა თქმა უნდა გაკეთებული მაქვს. და სხვისი კითხვა, რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან ადრე მქონდა ხო ეგ მომენტი. უფრო პატარა რო ვიყავი და საზოგადოების გავლენას უფრო განვიცდიდი, როცა მქონდა ეს მომენტი, რომ ვიღაცას ლანძღავ და კმაყოფილებას იღებ ამით, იმიტომ რომ თითქოს უფრო მაღლა დგები, მაგრამ ესეც საზღარი გრძნობა, ანუ მეორე მხარის ინდის გეუბნება, რომ საძაგლობა არა, რაც შენ აკეთებ, ცუდია. ანუ მაგალითი ამისა, ვთქვათ, რომ ესე ხდება, შემიძლია მოგიყვანოთ, ერთხელ არ ვიცი, შეიძლება სხვა განაცმოყოლილი მაქვს რომელიმე ვიდეოში, მაგრამ გავიმეორებ. ერთხელ ჩეხებთან ერთად ომალოში, ტაბორში, ასე ვთქვათ, ბანაკს ტაბორს ეძახიან. ვიყავი ერთი კვირით, თუ დაახლოებით ხო, თითქმის 10 დღე. ანუ ომალოდან გასვლები გქონდა მიმდებარე ხეობებში, სადაც ნიშნებს ვაკეთებდით, გზას ვნიშნავდით და მე როგორც ადგილობრივი ბჭყალებში წოვათის თემიდან 2 საუკუნის წინ ასახლებული და მთისკენ გამოჭრილი, მაგრამ მაინც მთის ადამიანი მივყვებოდი მათ და როგორც ენის ვცოდნე. და აი აქ ჩეხებთან ტაბორში საერთოდ პირველად გრძნობ რა არის საზოგადოება და რა არის ადამიანთა შორის დამოკიდებულება უფრო ევროპელებთან, რაც არ უნდა თქვა ევროპაში არის ეს ხო, რა ფორმითაც არ უნდა იყოს შემონახული. და ტაბორში, ანუ ტაბორის უფროსი ლექტორი იყო და დანარჩენები სტუდენტები, ან ნებისმიერი ასაკის მოხალისეები, რომლებიც მოდიოდნენ. და ანუ განწყობა იყო ადამიანური, ხო, არავინ არავის სისუსტეებზე არ ლაპარაკობდა, ვიღაც დაითრებოდა უვლიდით, ანუ არ ჭორაობდით, საღამოებს ვატარებდით ძალიან ქართველებისთვის ცოტა გაუგებრად, იმიტომ რომ ყველა თავის ასე ვთქვათ, ერთადაც ვიყავით და მარტოც ვიყავით, იმიტომ რომ ყველა თავის შინაგან შვიდ განწყობას მიყვებოდა და შინაგან კავშირს იმ ბუნებასთან და მშვენიერებასთან, სადაც ვიყავით და გვქონდით იმ სიდიდეს და თანაც ვსაუბრობდით კიდევაც, ვამდით კიდევაც საწყს ვეფიცხებოდით და ძალიან მარტივი რაღაცებით ვტკბებოდით, ხო, რომ ამ წუთას თავისუფალი ხარ, ამ წუთას ალკოჰოლის მსუბუქი თრობის ქვეშ ხარ და ამ წუთას გიხარია, რომ მოლაპარაკე გყავს, რომელთანაც შეიძლება გაუზიარო აღფრთოვანება, გულშინდელი ამბავი, ხვალინდელი დღე, ძალიან მარტივი. და ამ დროს მოვიდა 2 ქართველი ბიჭი, 17 წლისები, თბილისელები და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა კარავი დაედგათ იქვე ჩვენთან, ჩვენ ტაბორში, ჩვენ რა თქმა უნდა ვთხარით კი. კარვინა გამოვიდნენ დიდი შემართებით, ანუ დაიწყეს ლაპარაკი რაღაცებზე, რომ ჩვენ კარგ დროს გავატარებთ და შემდეგ, ანუ მე ყურადღება არ მიმიქცევი, არ ჩავრეულ ვარ ლაპარაკში. ან ცოტა ხანი იდგნენ ჩვენთან, ცეცხლის გარშემო მოვიდექით და ასე ვთქვათ, ერთ ბოთლს ვატარებდით, არყის ერთ ბოთლს ვატარებდით წერეში, რაც ჩემთვის მაგალითად ასევე რაღაც სიახლოვის და რაღაცა იმის ერთიანობის განცდა იყო და სასცილო იყო და ახალი იყო და ანუ ის მომენტი არ მქონია, რომ სხვისი ნაპირალიას როლესობა იტყვის ან რაღაცა ხო, ჩემთვის კარგი აქტი იყო.
ამათ ალბათ იფიქრეს, რომ ის ბედურები ერთ ბოთს და ლოთები დგანან ამ ცეცხლის გარშემო და ერთ ბოთს ატარებენ წერეში და ერთმაღლერთმაიც ის რას ბჟუტურობენ იქ თავიანთვის ჩეხურად და აქ საჩვენო სიტუაცია არ არის. არ ვიცი რა იფიქრეს, მაგრამ ყველაფერი იგი იფიქრეს ალბათ. და ძალიან ცოტა ხანში კარავს შეძრნენ, წარმოგიდგენთ, ცეცხლია, ომალოა, ანუ ომალოს ზედა ომალოში ვართ, ხო? ის ადგილას ვიყავით დაბანაკებულები, რომ იქიდან იშლება უზარმაზარი სივრცე ქვედა ომალოს, თან ღამეა. და მთაში ხმა ისმის უცნაურად განსაკუთრებით ომალოში, იმიტომ რომ ეს რელიეფია სხვანაირი და ირგვლივ სულ მთებია და რაღაცა არ ვიცი, რაღაცა გეკარგება, რეალობის შეგრძნება გეკარგება განსაკუთრებით ღამე. და ზუსტად იმ დროს ქვემოთ რაღაცა ის იყო, არ ვიცი, როკ კონცერტი წარმოგიდგენია ომალოში, რაღაცა დიდი ისინი ქონდათ მოტანილი ხმა ისმოდა მთელ ხეობაში და რაღაცა შუქები და რაღაცა არ ვიცი, თან ეს ალკოჰოლი, თან ეს ჩეხები თავიანთი განუმეორებელი იუმორით. ანუ მეტი რა უნდა გინდოდეს ცხოვრებისგან. I don't know. ალბათ ტაში რაც იმ ბიჭებს უნდა და ხო და შეძრენ კარავში, წარმოგიდგენია ამ ყველაფერს თავი დაანებეს, იმიტომ რომ ჩვენთან პონტი ვერ იპოვეს და შეძრენ კარავში და დაიწყეს ლაპარაკი. და დაიწყეს ჩამოთვალეს ყველა თავიანთი, არ ვიცი, თანამშრომელი სად მუშაობდნენ, არ ვიცი, ალბათ სტაჟიორები იყვნენ თუ რა იყო. თუ კლასელი, თუ ჯგუფელი, თუ კურსელი და გალანძღეს ბოლომდე გათათხეს. ყველა ეს ესეთია. ხო და მე დაიწყეს ლაპარაკი სტალინზე. 17 წლის ბიჭები ხალხო, ხო და ჩემი კარავი იდგა მათი კარვის უკან. და ესენი გაჩერებას არ აპირებდნენ, ანუ გამოდის რომ იმათთვის უნდა მესმინა, ხო ჩვენ აქ მორჩით ამ ჩვენ იმას აქვია, ძენ ბუდიზმს. მეორე დილით უნდა ამდგარიყავით საქმე გოკეთებინა და სცინებლად მოვიზადეთ დავშვიდობთ ერთმანეთს ვიხუმრეთ რაღაცა ისე. მივედით და ესენი გაცხარებული სტალინზე ლაპარაკობენ დაახლოებით ისეთი რაღაცა უცნაური ამბები ხო, როგორც არის არ ვიცი, სტალინმა ჩერჩილი დაათრო, ერთხელ ერთ გოგოს მოусმინე, ანუ რომელიც გამოყატყვებოდა, რომ სტალინმა ჩერჩილი დაათრო, ისე რომ ჩერჩილი ვერ დგებოდა ადგილიდან და ვერ უთხრა, რომ რაღაცა ის, ანუ აღარ მახსოვს საწავიკითხე მგონი ლაშა ბუხაძის რომელიღაცა იმაში იყო თუ არ ვიცი, მეშლება ლაშა ბუხაძე არა რაღაცა რადიო ჩანაწერების, კრიტიკული ჩანაწერების ტომი იყო და იქ ერთ-ერთი ის ამბობდა, რომ აი საშიშროება ცრუ ნარატივის გავრცელებისა, ხო? შეთხზული ნარატივის გავრცელებისა იმდენად დიდია, იმიტომ რომ ადამიანები იჯერებენ ამას, და მე ამაზე აგებენ თავიანთ სოფხედვას, ღირებულებებს და ცოდნას სამყაროზე. ანუ ეს იმდენად დიდი საფრთხეა, რომ ამას შეიძლება ჩაკლას საერთოდ ინდივიდი, ცივილიზაცია, განათლება ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩამოთვლით იყო იქ რაღაც წიგნები, მსგავსი შეთხზული წიგნები, რომლებზეც მე გარკვეული ჯგუფები, სოციალისტური ჯგუფები აგებდნენ თავიანთ სოფხედვას და ასე. იგივეა ეს, ხო? მსგავსი ნარატივები სტალინმა ჩერჩილი დაათრო, არ ვიცი ამ ნარატივების საფუძველში რადებს, ხო? ანუ როგორ ანუ ცინიზმი, ანუ ასე ვთქვათ, ლუარსაბი, ხო, რომელიც იცახის, რომ ჩემნაირი მსმელი კახეთში არ მოიპოვება, ჩემნაირი მსმელი არც და არ არის, იქ ვიღაცა დავათვრე, ანუ ერთგვარი საფუძველი იმის არ შენ ბიოლოგიურად სხვებს აღემატები, ხო? ანუ თუ რა ვიცი, ბიოლოგიურად მოუგე, სმაში მოუგე, ანუ ცქიტა გურამრჩეული შულთან, სადაც რომელიც იცახის, რომ აბა ჩემდენი დაელია, რინგზე მარცხ ხდება და მე იცახის, რომ აბა ჩემდენი დაელია, თუ მომიგებდა, ანუ რაციონალიზაცია, ანუ ბრძოლის სფეროს სხვაგან გადატანა, ხო? ანუ ცრუილეთები მსჯელობის რაში სტალინი იყო ძალიან კარგი და სტალინმა პრაქტიკულად თავზე მოუხმო მთელ ერს მსჯელობის ეს ცრუილეთები, ეს ცრუ ნარატივები და აქედან დღემდე ვერ გამოვდივართ. და მისი საუკეთესო წამალი არის იუმორი. ასე რომ ხომ მე ჩემი კარავი ავიღე ბურდღუნით და გადავიტანე ყველაზე ბანაკის ყველაზე უფრო შოურეულ მხარეს მათგან მოშორებით და ჩეხებმა გაოცებულებმა რომ კითხეს რა შვებიო მე ვთხარი მე ამათი თავი არ მაქვს სტალინზე ლაპარაკობენ მეთქი. და სხვათა შორის 5-3 საათამდე ილაპარაკეს, ჩუმი გუგუნი მაინც ისმოდა. ანუ ჩემთვის ეს ეპიზოდი, რომელიც არაერთხელ მინახავს სხვაგან გამეორებული სუბუქად ასე ვთქვათ, წყალში გარეული და შემდეგ არის საშინელება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება 17 წლის ბავშვები ესე აზროვნებდნენ. თან ასე ვთქვათ, ბრწყალებში ელიტა, ხო, თბილისიდან ჩამოსული ელიტა, იმიტომ რომ ანუ თბილისელები ჩამოდიან და გინახავენ რომ ცოტა აზრი გიჭიათებს და პირველ რას გეკითხები, თბილისელი ხარ, თბილისში ცხოვრობ, რატო აქცენტი არა გაქვს? ანუ
რაღაცა მომენტ როგორ შეიძლება პროვინციაში ადამიანი აზროვნებდეს, ხო? ანუ ეს ერთგვარი შოვინიზმი არ ვიცი, მე არსებობს შოვინიზმი, ეროვნული არსებობს შოვინიზმი, თუ რა ქვია ამას, არც ქალაქური, ხო, ლამაზ ქალაქი დოჩანაშვილის. იმის მაგალითად რომ ჩახვიდე სოფელში, მონახო საღად მოაზროვნე ბავშვები, წაიყვანო მთაში, არ ვიცი, გამოიყენო შენი შესაძლებლობა, იავთან დილო, ასე ვთქვათ, ხო? შენ როზე ხარ თბილისში და ხელი მიგიწვდება კულტურაზე და შესაძლებლობებზე, იქნება იფიქრო, რომ სადღაც სოფელში რო არის ბავშვი, საღიგონებით ცხარტი, საღიგონებით მაღალი იდეებით, როგორც იქ არის ინენიშვილის შორთეთრ მწვერვალშია, ხო? ჩახვიდე შენ ერთხელაც რომელიმე სოფლის სკოლაში და თქვა, რომ აი მაგალითად რო ხარ თამსვლელთა კლუბი, რომ მოდი შევარჩევ მე აქედან ბავშვებს, ხო? დაველაპარაკე, ანუ ურთიერთობას დავიწყებ ამ სკოლასთან, შევარჩევ ბავშვებს, ნელა წავიყვან ლაშქრობებზე და ბოლოს აქედან ვიღაცას აუგზრდი ერთს კარგ თამსვლელად, ხო? ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო სამშობლოსთვის, ხო? რომელი პატრიოტიზმი, რომელი გულში ჯიღის ბალგუნი და რომელი ქუჩას სიარული გეხვეწებით, ცოტა აღშფოთდი. ბოდიშით. ანუ ეს ყველაფერი რატო დავიწყე და რატო შესავალი ამხელა შესავალი რატო გავუკეთე? იმიტომ რომ ჩემო დეიდაშვილმა მკითხა რჩევა, რომ ჯერომ ის სამი კაცი ნავშიო, ინგლისურად წავიკითხო თუ ქართულად? და მე ვთხარი ინგლისურად წაიკითხე, მეთქი, იმიტომ რომ მე ჩემ მოსწავლეებს ვაკითხებ ხოლმე, თუმცა არაფერი არ ესმის, ძალიან რთული ტექსტია და დიდად არ ესმით. და მაგალითად პირველად რო წავაკითხე, სიტუაციას იყო რომ ეს სიცილით ვიხრჩებოდი, იატაკზე ვგორავდი და ეს გაოცებული მოსწავლეები თვალებ გაფართოებულები მიყურებდნენ რა შირს ამასო, იმიტომ რომ თვითონ არ ეცინებოდათ. მერე რო დავფიქრდი, რატო არ ეცინებათ ესეთ სასცილო ტექსტზე. ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, სადღაც წავიკითხე, რომ ჯერომის მთავარი ის არის ენა, იმიტომ რომ და მე მართლა დავფიქრდი, რომ სწორედ ის რომ თქვათ მე ენის ღრმად გაგება შემიძლია, ამიტომ მეცინება და იმათ არ ეცინებათ, იმიტომ რომ გინდათ ინგლისური ძალიან კარგად იცოდეთ, თუ ეს ფილოლოგიური ის არ გაქვს, სიღრმე ვერ გაიგებ. და სხვათა შორის რამდენიმე თავი წავიკითხეთ მას ეჯახირით, ანუ ერთმა ჯგუფმა გაიგო წელს სხვათა შორის, ოღონდ ვუხსნიდი, ანუ სიტუაციებს და გარემოებებს ვუხსნიდი და მე ხვდებოდნენ და კლებოდნენ სიცილით. თან ვკითხულობდით, თან ვუხსნიდი მთელ იმას კონტექსტს. და ანუ ბოლოს გადაწყვიტა მე იყიდა ქართულად და ქართულად რომ წავიკითხე იმდენად საშინელი თარგმანი იყო, რომ ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ მიხვდეთ იმის სულ სამი თავი მქონდა ჯერომის საკითხული. ჩემთვის ძალიან შეურაცხყოფელი იყო, რომ ესე დაიკარგა ეს დიდებული იუმორი, რაც ჯერომს აქვს. დაიკარგა ენაში, იმიტომ რომ თარგმანი იყო ძალიან ცუდი, მაგაგებით. და მე რავდექი და მე თვითონ დავიწყე თარგმანი და 4 თავი გადავთარგმნე თქვენმა მონამორჩილმა დღემდე. და რაც საოცარია ჯერომთან არის ის, რომ რო ფიქრობ, რომ მოჩამაზე სასცილო რა უნდა თქვას, ანუ შენ მოლოდის ყოველთვის აჭარბებს და ამას ახერხებს ძირითადად მართლაც რომ ენის საშუალებით, იმიტომ რომ ენას იყენებს საოცრად. და თარგმანისას რომ დავფიქრდი, როცა ჯერომს თარგმნი რა უნდა გააკეთო, ხო, იმიტომ რომ ქართულ ენას აქვს ის სინონიმური მრავალფეროვნება, ის შეფერილობა სიტყვისა, ძალიან იუმორისტული, რისი გამოყენებაც შეიძლება, ამიტომ ჯერომის სიტყვასიტყვით თარგმნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? თარგმანი ისედაც შეუძლებელია სიტყვასიტყვით ინტერპრეტაცია გჭირდება, მაგრამ ჯერომი განსაკუთრებით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჯერომი შეიძლება თავიდან დაწერო ქართულად, ქართული ენა იმდენად გაძლევს საშუალებას, რომ ეს გააკეთო თავისი ამ იუმორისტული ქვედინებებით და ზედინებებით. ასე რომ ახლა მინდა წაგიკითხოთ ამ ვიდეოში ალბათ ცოტას მოვასწრებ და შემდეგ შევეცადო რომ 4 ენა თარგმნი თავი რაც მაქვს წაგიკითხოთ და ვნახოთ ერთად რამდენად აუცილებელია ჩვენთვის იუმორის დაბრუნება, რამდენად მნიშვნელოვანია ჯერომისნაირი ავტორის სწორად თარგმნა და რამდენად საშინელებაა, როცა ახალი თაობა წაიკითხავს ჯერომის იმ თარგმანს და წიგნის გვერდზე გადადებს, რომ ეს ევროპელები გიჟები ყოფილან რაზე იცინიან. ხო, იმიტომ რომ თარგმანი ამდიდრებს სალიტერატურო ენას, თარგმანი ამდიდრებს
ერის კულტურას თარგმანი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ამ ბოლო დროს თარგმანს საერთოდ ზედ გადაუარეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვერ წაიკითხავ აგათა კრისტის, ვერ წაიკითხავ ვერაფერს ახლად თარგმნილს. თუმცა შეხვდება ხოლმე მაგალითად გოგონა დრაკონის სტატუთი აღარ მოგცეს თარგმნელი ვინ არის და მთლიანად არც ამიკითხავს, მაგრამ კარგი თარგმანია. ენა ეტყობა აშკარად. მე მოვნახავ ავტორს. ანუ არ ვაძლევთ გასახანს ნიჩს, ხო? არ ვაძლევთ გასახანს ნიჩს, არ გვაქვს სტანდარტები, ძირითადად ალბათ უფრო მეტად გაუნცებლობები ფულზე და ახლობლობაზე მსჯელობენ, ხო? ვიღაცას ქებადიდებას და ხოტბას ვასხამთ მარტო იმიტომ, რომ წრე და გარემო აქვს და ითვლება ეგეთად და კრიტიკის მიღმა რჩება, იმიტომ რომ ჩვენ ხო დაცინვა იუმორი, პირში მხილება, კრიტიკა, ირონია არ შეიძლება ხო ეს პრაქტიკულად მომაკვდინებელი ცოდვაა, ისე როგორც სტალინს არ შეიძლება დასცინო, ასევე არ შეიძლება დასცინო მეორე ადამიანს და მისი უარყოფითი მხარები გამოვლინო, იმიტომ რომ თუ რაღაცას მიიღწია, ესე იგი ეგეთია დაბადებიდან და არც არ ექვემდებარება არც რეგრესს და არც პროგრესს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, როგორც შეიძლება ადამიანი არ ექვემდებარებოდეს რეგრესს და პროგრესს. ანუ სათაურად რაც შეეხება ჯერომის სათაურია 3 men in a boat. და მე გუშინ ვფიქრობ ზუსტად მაგაზე, რატო არ შეიძლება გამოიყენო თუნდაც დიალექტი, ხო ვთქვათ, გურული, ანუ მით უმეტეს რომ ჩვენი იუმორისტული ნაწარმოებების, ასე ვთქვათ, ყველაზე მთავარი, ანუ ილიას სარკაზმი აქვს და იუმორიც აქვს საოცარი, მაგრამ უფრო მეტად სარკაზმი, მაგრამ იუმორი, რასაც ქვია დარდუმბაძეა, ხო? და გურია განთქმულია. თავისი იუმორისტული იმით, ამიტომ ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა, რომ დაარქვა მაგალითად არა 3 კაცი ნავში, არამედ 3 ყაძახი ნავში. ასე გუშინ ბევრი ვიცინი. ასე რომ მე დავარქვი 3 ყაძახი ნავში. და ეხლა ნახოთ ეს 3 ყაძახი ნავში რა შვება. ანუ 4 ვიყავით. ჯორჯი, ვილიამ, სამუელ ჰარისი და მე და მონმორენსი. ჩემს ოთახში ვისხედით თამბაქოს ბოლებით და ლაპარაკით. წუწუნებდით რაც ცუდად ვიყავით. რა თქმა უნდა ცუდად იმ გაგებით, რომ სამედიცინო დახმარება გვესაჭიროებოდა. რაღაც თავის кейფზე ვერ ვიყავით ყველანი ერთნაირად და ნელ-ნელა უფრო გვეფუტკნებოდა ნერვები. გვემატებოდა მღელვარება და გვაწუხებდა სენტიმენტები. ჰარისი ყვებოდა ისეთი უცნაური რეტი მესხმის ხანდახან, რომ აღარ ვიცი სადა ვარ, ვინა ვარ და რას ვაკეთებო. მერე ჯორჯი ყვებოდა, რომ მასაც ეწვეოდა ხოლმე ეგეთი რეტი და რეტის რეტი მოსდიოდა. მე ღვიძლს ვუჩიოდი ყველაფერ იმას, რაც სულ ახლახანს ღვიძლის წამლის ანოტაციაში ამოვიკითხე. იქ ყველა სიმპტომი იყო დაწვრილებით ჩამოციკციკებული, რომლებიც მიგახვედრებდნენ გჭირდა რამე ღვიძლზე თუ არა. რომ მიუგდე ყური საკუთარ ორგანიზმს, ნათელი გახდა, რომ ყველაფერი მიჩიოდა. ჩემთვის ისე დღემდე აუხსნელი ამბავია, რომ ყოველთვის, როცა წამლის ანოტაციას ვკითხულობ ხოლმე, რაღაც ჯადოსნობით დაავადება ჩემში ცოცხლდება. თანმიმდევრობით მტკივდება საჭირო ორგანოები, სუნთქვა მიჩქარდა, სუსტდები და სანამ ანოტაციის ბოლოში გავა, ჩემთვის უკვე დღესავით ნათელია, რომ კრიზისის ფაზაში ვარ შესული. ყველა ცალკეულ შემთხვევაში დიაგნოზში ისეთი შეგრძნებებია აღწერილი, ბევრ სხვა შემთხვევაში რომ მიგრძნია. უბრალოდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს თურმე დაავადების სიმპტომი ყოფილა. დიაგნოზის კითხვისას კი შეგრძნებები განსაკუთრებული სიცხადით აღსდგებიან და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. ერთხელ მახსოვს ბრიტანეთის მუზეუმს ვეწვიე, რომ წამეკითხა როგორ განმეკურნა თავი რაღაც მსუბუქი ცხელებისგან. წიგნს ჩავუჯექი, რაზეც თვალი გამიჩერდა ყველაფერი წავიკითხე. მე წაკითხულზე რომ ფიქრობდი და წიგნს სასხვათა შორისოთ ფურცლავდი, თავში მომივიდა ყველა დაავადებისთვის გადამეხედა. ახლა აღარ მახსოვს საიდან დავიწყე, მგონი რაღაც საშინელ თავზარდამცემ გამონაყარს ეხებოდა საქმე. მაგრამ სანამ გამაფრთხილებელი სიმპტომების ნახევრამდე ჩავიდოდი, ჩემში დაიბადა მყარი რწმენა იმისა, რომ ეს დაავადება უსიკვდილოდ მჭირდა. კაი ხანი ვიჯექშისგან გაქვავებული და მე სასოწარკვეთილებისგან თავგზავნებმა ისევ დავიწყე ფურცლების შლა და მუცლის ტიპს დავაწყდი. სიმპტომები წავიკითხე, დიაგნოზი დავსვი, ტიპი მჭირდა. როგორც ჩანს უკვე თვეებია მჭირდა.
უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი. ახლა უკვე საღერღელი ამეშალა, უსიკვდილოდ უნდა გამეგო კიდევ რა მჭირდა. გადავშალე წმინდა ვიტუსის ცეკვაზე და ისე თქვენ აგიხდეთ ყველაფერი კარგი და კეთილი, როგორც ჩემი მოლოდინი ახდა. წყალი არ გაუვიდოდა რომ მჭირდა. ეშხში შესულმა საკუთარი თავი სხვანაირად აღვიქვი და თუ სულ სხვა თვალით შევხედე. როგორც განსაკუთრებულმა შემთხვევამ ჩემმა პერსონამ ღრმა ინტერესი აღმიძრა. და მტკიცედ გადავწყვიტე ძირის ძირობამდე ჩავყოლოდი ამ ამბავს და ძაღლის თავი ამომეთხარა. ასე რომ გადავწყვიტე სულ თავიდან ანბანის მიხედვით დამეწყო. და ისიც ეიგ, მალარია. მალევე დავადგინე, რომ საქმეს ისეთი პირი უჩა და ჰა დამემართებოდა. თითქმის ჭირდა. კრიზისი ალბათ სადღაც 2 კვირაში დადგებოდა. ბრაიტის დაავადებამ სუბუქად გადავქონდა, გულზე მომეშვა, რადგან სრულიად შესაძლებელი იყო ამ დაავადებით წლები მეცოცხლა. მიუხედავად იმისა, რომ ქოლერას და მის საშინელ გართულებებს უკვე გმირულად ვებრძოდი. ხოლო დიფტერია აშკარად დედის მუცლიდან დამყვა. 26-ვე ასოს ბოლომდე ერთგულად ჩავყე. სინდისმა უფლება არ მომცა რაიმე გამომეტოვებინა და ერთადერთი სანუგეშო რაც დავასკვენი, ის იყო, რომ საერთოდ არ მჭირდა მოსამსახურის მუხლი. თავიდან შევკრთი და ღრმად გულში დამჭრა ამ ამბავმა. რაღაცნაირად გაბითურებულად და მოტყუებულად ვიგრძნე თავი. რისთვის უნდა მიმეწერა, რომ მოსამსახურის მუხლი არ მჭირდა? საიდან ასეთი მუხანათური გვერდი საულა? მაგრამ მერე საღმრთმა იმძლავრა. ბოლოს ფარმაკოლოგიაში ცნობილი ყველა დანარჩენი დაავადება მჭირდა და შემიძლია ცოტა სულგრძელობა გამომეჩინა. გადავწყვიტე მოსამსახურის მუხლის გარეშეც გავსულიყავი იოლას. მიუტევე რომ დამიწუნა. მე ხომ სხვა დაავადებების საყვარელი მასპინძელი ვიყავი. მარილებმა როგორც ჩანს უკანასკნელ სტადიაში გამაშეშეს. ალბათ ბიჭობაში ზიმოსისთან ერთად შევდგი ფეხი. ზიმოსისის მერე დაავადებები აღარ იყო. და სხვა არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ დავნებებულიყავი, თუ დაავადებები აღარ იყო, ესე იგი მეც აღარაფერი ჭირდა. ღრმად ჩაფიქრებული ვიჯექი კაი ხანი. და ვიაზრებდი იმას, თუ რა საინტერესო შემთხვევა ვიყავი და რა ძვირფასი შენაძენი ვიქნებოდი სამედიცინო სტუდენტებისთვის. აღარ დასჭირდებოდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში წანწალი მე რომ ყოლოდი. მე თავად ვიყავი 1000 საავადმყოფო. უბრალოდ გარშემო დაკვირვებით უნდა შემოვლოთ და ამის მერე დიპლომი ჩაეჯიბათ. მე იმაზე დავფიქრდი, კიდევ რამდენი ხანი მეწერა სიცოცხლე. ცადე მდგომარეობა ამეწონ დამეწონა და თავი მე თვითონ შემემოწმებინა. მაჯას ცუდი, კაიხანი პულსი არ იყო. მერე უცბად აგუგუნდა. საათი ამოვიღე და დროზე მომართე. წუთში 147 დაატყმამდე დავითვალე. მე როცადე გული მომენახა, მაგრამ ვერ ნახე. გულმა ცემა შეწყვიტა, თუმცა მას მერე იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ რადგან ცოცხალი ვარ, ესე იგი გული საგულეში უნდა იყოს და მუშაობას აგრძელებდეს. უბრალოდ მე არ ვარ გამგე საკუთარი გულისა. თითებით მტკავალ მოვისინჯე სხეულის წინა მხარე წელიდან თხემამდე და მერე სიმრგვლივ ორივე მხარეს და ცოტა ზურგზეც ავედი სადამდეს მივწვდი. მაგრამ ვერაფერი დავადგინე. მერე ცადე სარკის გარეშე საკუთარი ენისთვის შემეხედა. პირი დავაბჩინე, ენა ბოლომდე გადმოვაგდე, ერთი თვალი დავხუჭე და მეორეც შევათვალერე. მაგრამ მხოლოდ ენის წვერის დანახვა შევძელი და მხოლოდ გამიღრმავა ეჭვები, რომ ყივანახოლაც უნდა მქონოდა. თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი იმაში ხდება, რა ქვია, ბიბლიოთეკაში ხდება, ანუ სურათი ადამიანისა, რომელიც ცდილობს საკუთარ ენას შეხედოს და ის ფაქტი, რომ ენის წვერი ნახა და ყივანახოლა დიაგნოზი. შეიძლება მე ვარ დებილი, მაგრამ სასცილო. და თან გასავარია, ეს ყველაფერი ადამიანური სისუსტეებია, აბსოლუტურად ყველას გვაქვს გამოცდილი იგივე. ან შეიძლება არ დავფიქრებულ ვართ, მაგრამ თუ დავფიქრდები, ჩვენ თავს დავიჭერთ იგივე ქცევაზე. და აქედან იბადება იუმორი, ხო, რომ გეცინება საკუთარ თავზე. იმ საკითხავ დარბაზში, მაგრამ ალბათ
ცინიკურად ირონიულად განწყობილი, ასე ვთქვათ, სტალინისტური არქეტიპის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ დაიბადა სრულყოფილი და მუდმივად ტკბება თავის ძალაუფლებით ბორბოს, ასე ვთქვათ, თაყვანისცემით, ხო? იმისთვის ეს ყველაფერი ტრაგიკული იქნება ალბათ, რა სისულელეებზე წერს, რა უბედურება იტყვის, როგორც მაგალითად დონ კიხოტი აშინებს უმრავლესობას ჩვენთან, ხო? გლედ ერთხელ ვიღაც უთხარი, რომ დონ კიხოტი ჩემი საყვარელი წიგნია და ველოდები საკმარისად დავბრძანდა, რომ ბოლომდე წავიკითხო. ანუ სერიოზულად დაისტერესა ადამიანი, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება დონ კიხოტი იყოს საუკეთესო გმირი, იმიტომ რომ დონ კიხოტი ხო, მე მგონი ვილაპარაკე დღეს დონ კიხოტზე, ანუ დონ კიხოტი ხო იდეალისტია დანახული რეალისტის თვალით და სამწუხაროდ რეალობა ეგეთია, ხო, სოფლის რეალობა ეგეთია, რომ ნებისმიერი იდეალისტი სასაცილოა, ნებისმიერი იდეალისტი არაადეკვატურია გარედან. ნებისმიერი იდეალისტი ქარის ცისკვილებს აბრძვის, მაგრამ სინამდვილეში იდეალიზმიდან მოდის ყველაფერი, იმიტომ რომ თუ თავში არ გაქვს სამეფო, ასე ვთქვათ, ვერც ვერაფერს გამოაშუქებ გარეთ. სად ვიყავით ხო? ამ საკითხავ დარბაზში ბედნიერი და ჯანმრთელი, ხო და კიდე ენა, ანუ ენა, რომელიც შევეცადე მე, რომ ანუ არ დამეკარგა. და ამისთვის მაგალითად არ ვერიდები იმას, რომ ნებისმიერი ქართულიანის ნებისმიერი დიალექტიდან ნებისმიერი, ჟარგონიდან ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვიღო ის სასაცილო სიტყვები, რაც სიტუაციას უხდება. იმ საკითხავ დარბაზში ბედნიერი და ჯანმრთელი კაცი შევიდა და უკანსნეული და განადგურებული ავადმყოფი გამოფორთხდა. ეგრევე ჩემი ექიმთან გავქანდი. ჩემი ძველი მეგობარია და ყოველთვის როცა ავადმყოფობის ჭია შემიწრება, მზადა ამაჯისცემა გამისინჯოს, ენა დამითვალიეროს და ამინძე მელაპარაკოს. სრულიად უსასყიდლოდ. ხო და ვიფიქრე სიკეთით გადავუხდი მეთქი ამჯერად. ექიმს რაც სჭირდება უთხარი თავს, ეს პრაქტიკაა. ხო და აქავა და აჰა, მისი ხმალი და ჩემი კისერი. მიმსახუროს. ჩემი წყალობით ისე დახელოვნდება, რომ 17 ასეულ ჩვეულებრივ არაფრით გამორჩეულ პაციენტს გადავწონი მე ერთი. იმათ ხომ 1-2 კინკილა დაავადების მეტი არაფერი სჭირთ. ასე რომ გზიდან აღარ გადამიხვევია და პირდაპირ ექიმს მივადექი. მან რომ შევედი მკითხა. აბა, რა გაგჭირვებია? ჩემო ძვირფასო ბიჭო. დროს ტყუილად აღარ დაგაკარგვინებ იმის ჩამოთვლით თუ რა მჭირს. სიცოცხლე ხან მოკლეა. და სანამ დავამთავრებ შეიძლება თვალწინ ჩაგვირბინოს. მივუგე მე. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რაც არ მჭირს. მოსამსახურის მუხლი შორს არის ჩემგან, არ ვიცი რატომ მომერიდა, მაგრამ სიმართლედ რჩება. ეგ არ მაქვს. ყველაფერი დანარჩენი კი დიახაც რომ შემყრია. და მოვყევი როგორ მივედი ამ აღმოჩენამდე. ექიმმა პირი გამაღებინა და ჩამხედა. მაჯა აიღო და ცოტა ხანს ეჭირა. მერე მკერდზე დამარტყა გაუფრთხილებლად. ლაჩრულ საქციელს უწოდებდი მე მაგას და თავი მომადო. ამ ყველაფერს რომ მორჩა, მაგიდასთან დაჭდა და რეცეპტი გამომწერა. დაკეცა და ისე მომეწოდა. მე გაუშველად ჩავიდა ჯიბეში და გარეთ გამოვედი. უახლოეს აფთიაქს მივაშურე და აფთიაქარს დაკეცილევე გაუწოდე. კაცმა რეცეპტი ქაშალა, წაიკითხა და უკანვე მომაწოდა. ასეთი არაფერი მაქვსო. კი, მაგრამ აფთიაქარი არა ხარ? ვკითხე მე. აფთიაქარი ვარ. საოჯახო სასტუმროს და მაღაზიების ქსელის მეპატრონე რო ვიყო, იქნებ მაშინ შემწყებოდა კიდევ თქვენი ყველა სურვილის შესრულება. მაგრამ აი სწორედ ეგ მიშლის ხელს, რომ მხოლოდ აფთიაქარი ვარ. მომიგო მან. ირონია. ადექი და რეცეპტი წავიკითხე შეგეძერა. 1 ულუფა ძროხის ხორცის წვადი, 1 პიდ ლუდთან ერთად ყოველ 6 საათში, 10 მილი ფეხით ყოველ დღე და ზუსტად 11 საათზე 1 შიგ ჩასაგორებლად მზას აწოლი. და ნუ გამოიტანით თავს ისეთი რამებით, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ. რა დამჩენო და მივყევი ამ მითითებებს და კარგი შედეგით სახეზეა. ჩემს თავზე მევე შემიძლია ვთქვა. რომ სიცოცხლეს დავუბრუნდი და ამჟამად ცოცხლო. ოკეი, აი ეს რა ქვია? ის თარგმანი არ წაიკითხოთ, თუ წაიკითხოთ ინგლისურად წაიკითხეთ. ის იმ თარგმანმა ჯერომ მოკლა. მაგრამ ამ შემთხვევაში ღვიძლის წამლის ანოტაციას რო დაუბრუნდეთ, ეჭგარეშე იყო, რომ სიმპტომები აღმომაჩნდა. და მათ შორის ყველაზე მთავარი იყო
ზოგადი უღონობა და თითის განძრევის უუნარობა. ენა ვერ აღწერს მაგ მხრივ, როგორ ვიტანჯები ბავშვობის ადრეული წლებიდან მოყოლებული ლამის წმინდა მოწამედ მაქცია. ბიჭობისას ეგ დავადება თავს ერთი დღითაც არ მანებებდა. მაშინ რა იცოდნენ, რომ ღვიძლიდან მოდიოდა თურმე მედიცინა დღევანდელზე კაცილებით ნაკლებ განვითარებულ საფეხურზე იდგა. ხოდა ყველაფერს სიზარმაცეს აბრალებდნენ. რაო, შეპატარა გაიძვერა ჭინკაო, მეტყოდნენ ხელად. აბა, ადექი და თითი გაანძრიე. დაამტკიცე, რომ ტყუილად არ გაჭმევთ პურს. რა იცოდნენ, რომ ავად ვიყავი? აბების მაგრაც კი პურს მითავაზებდნენ. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაგაც კი პურტებს განკურნების უნარი ჰქონდათ. დროებით მაინც. საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რომ ერთს კი პურს უფრო დიდი შედეგი ჰქონდა ჩემს ღვიძლზე. ეგრევე გამომაცოცხლებდა ხოლმე და ხალის გამიჩენდა და უყოვნებლივ წამოხტარიყავი და ციბრუტივით მეტრიალნა. ვიდრე მთელ ყუთს აბებს აქვთ დღეს. ხომ ვიცით, ხანისას ხდება, რომ ძველ ნაცად წამალს უფრო სასურველი შედეგი მაქვს, ვიდრე მთელ თანამედროვე საწამლეთს. ნახევარი საათის განმავლობაში აღუწერდით ერთმანეთს ჩვენ დაავადებებს. ანუ საინტერესოა, რომ ჯერომი ეხლა ყველანი იქ ხედან და მე ჯერომი თავარი გმირის ჯეის მოგონებასაც ურთავში იგნით, ამიტომ ცოტა რთულია ხოლმე გაიგო სად ახარ. ანუ ეხლა დაბრუნდით ისევ იქ სამნიროს ხედან აბოლებენ. ნახევარი საათის განმავლობაში აღუწერდით ერთმანეთს ჩვენ დაავადებებს. ვცდილობდი ამეხსნა ჯორჯისთვის და ვილიამ ჰარისისთვის, როგორ გრძნობდი თავს დილით, რომ თვალს გავახელდი. ვილიამ ჰარისი გვიყვებოდა, რას გრძნობდა დასაძინებლად რომ დაწვებოდა. ჯორჯი კი კერის წინ ნოხზე იდგა და ჭკვიანურად და ოსტატურად ასახიერებდა, როგორც სახეობის სცენაზე თუ რას გრძნობდა ღამი. აი თუნდაც ეს როგორ უნდა განასახიერო, რას გრძნობა ღამი. და ჯორჯმა თავში ჩაიდო ის აზრი, რომ ავადაა. სინამდვილეში კი კერკეტი კაკალივითაა. არასოდეს არაფერი აწუხებს, მაგრამ ხომ იცით არა ზოგი როგორი ფანტაზია, ამას ეს იძახის იმაზე. ესეც ხუსუფთა ადამიანური ფაქტორია, ვიღაცას უყურებ პროექცია ხო, ვიღაცას უყურებ კითხავ და აზრზე ვერ მოდიხარ, რომ შენც იგივე გქნერ. ამ ყოფაში ვიყავით, რომ ქალბატონმა პაპეტმა კარზე მოაკაკუნა. სურდა შეეტყო ვახშმისთვის მზად ვიყავით თუ არა, ძალიან სასცილო. ნაღვლიანი ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს და ერთხმად ვაღიარეთ, რომ ჯობდა თავისთვის ძალად დაგვეტანებინა. იქნებ რამე გადავსვლა ყელში. ჰარისმა განაცხადა. კუჭი თუ მთლად სარიელი არ არის, ორგანიზმი დაავადებას უკეთ უმკლავდებაო. ქალბატონმა პოპეტმა საჭვლიანი ლანგარი შემოიტანა. მაგიდა შემოუსხედით და გავეთამაშეთ შემწვარ ხორცს, ხახვსა და რევანდის თორცს. რო ჩანს ძალიან მისუსტებული ვიყავი, რადგან ნახევარი საათის მერე სრულიად გამიქრა ჭამის მატა, რაც ნამდვილად არ უჩვევია. და ის თუ აღნიშნა, რომ ყოველს პირიც კი ვერ დავაკარე, დაახლოებით იქ მებები ილიკო და ილარიონში ექიმს რო გამოიძახებენ და მადა როგორი აქ რო კითხულობს და ილიკო რო იძახის. რა ვიცი, ორი საინილობიო რო გაანა. მე ვერაფერი ვეღარ ვაჭამებ. მოვალეობა მოვიხადეთ, ჭიქები შევავსეთ, ყალიონს გავუკიდეთ და განვაახლეთ ჩვენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაცხარებული ბაასი. ვერც ერთი ჩვენგანი ბოლომდე ვერ ხსნიდა, მაინც რა გვჭირდა ბოლოს და ბოლოს. მაგრამ ყველანი გულში იმაზე თანხმდებოდით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს დოზანა ქანს გაწყვეტამდე შრომამ დაგმართა. თუ რამე გვიშველის, ერთი კარგი დასვენებაა, განაცხადა ჰარისმა. დასვენება და გარემოს გამოცვლა, დაამატა ჯორჯმა. ტვინის გადაძაბვა მთელი ორგანიზმი დასალა და სასიცოცხლო ძალები დათრგუნა. გარემოს გამოცვლა ფიქრის აუცილებლობისგან გათავისუფლებს და აღადგენს შინაგან წონასწორობას. ჯორჯს ერთი ბიძაშვილი ჰყავს, რომელსაც ფურცელზე სამედიცინო სტუდენტი უწევია და ამიტომ ბუნებრივია, რომ ექიმით ლაპარაკი დასჩენდა. დანარჩენს მეორე ვიდეოში გავაგრძელებ, თუ არ წაიკითხოთ ქართული თარგმანი, იმიტომ რომ მოკალავს შეერმჯერებს. სიცილ თუ გინდათ ინგლისური წაიკითხოთ, ან თუნდაც ვთქვათ, რუსულის კი ალბათ უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ქართული. და სხვათა შორის მე რაც მქონია შემთხვევა, ისევ ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი, რომ მაგალითად მე რო ჩეხების მასალას თარგმნიდი. რაღაც მასალის თარგმნა, იმიტომ გადაიფიქრეს, რომ თანამშრომლებმა უთხრეს, თანამშრომლებიდან ერთ-ერთმა რუსული იცოდა
და იმან თქვა რა საჭიროა მე ხო რუსული ვიცია და დანარჩენმა არავინ არ იცოდა რუსული. ანუ ჯერომი კარგად ზანდებოდეთ დროებით.